მადლობთ, მოგესალმებათ ვანო შოუ, მთავარი იუმორისტული შოუ, მთავარ არხზე, ძვირფასო მეგობრებო, როგორც ხედავთ, დაგვიბრუნდა ბენდი, მადლობთ ბიჭებო, რომ დაბრუნდით, ჯამთელები. მართალია რაოდენობაში არ მომატებულა, მაგრამ ცოტა მომატებული წონაში აშკარად შეგატყვეთ, რომ განსაკუთრებით კლავიში თამუნა. შენზე არა მაქვს ლაპარაკი, ხო არა მაქვს შენზე ლაპარაკი, რომ მომატებული ხარ წონაში. არც ჩემზე არაფერს ამბობ, ხო რომ მომატებული ვარ წონაში, ხო, ეგენი არა, ესენი კარგი. დავმალოთ, ოდემდე დავმალავთ, არ ვიცი. გავაგრძელოთ ძვირფასო ტელემაყურებლებო, იმედია ის მუსიკა არ დაგავიწყოთ, ხო? ეგენი იქნება, ხო, ბოლოსკენ? კი, კაი. დავიწყოთ გადაცემა, მოგესალმებით ძვირფასო მაყურებლებო, მოგესალმებით ძვირფასო პოლიტიკოსებო, მოგესალმებით რქამომტრეულო მთავრობა. რა ვქნა ასე არ 8 წელი ხო იყავით ბუღასავით. ახლა ხების მომტრევაც უნდა აიტანოთ რამენაირად. ხვდებით ალბათ რაზე ვსაუბრობ? აი პოლიტპატიმრები რო შეიწყალა ბიძინა ზურაბიშვილმა. ბოდიში ბიძინა ზურაბიშვილი კი არა, სალომე ივანიშვილმა. მოკლედ როგორ იყო? ხო, ერთი სიტყვით ბიძინამ შეიწყალა უგულავა და ოქრუაშვილი სიმართლე ესაა ძვირფასო მეგობრებო, როგორც არ უნდა ვატრიალოთ ახლა ეს ამბავი. ოსნების დეპუტატებს რო ჰკითხეს შეწყალებასთან დაკავშირებით განაცხადეს. ჩვენ საერთოდ არ ვიცოდით. საერთოდ ეს სალომეს პირადი გადაწყვეტილება, რომელსაც ჩვენო პირადად არ ვეთანხმებით. ფაქტიურად ხალხს ოცნების ჩასვლა რომ არ დაენახა ამ სალომეს შეაწმინდეს ყველაფერი. ზურაბიშვილს კიდე არაფერი არ წყენია. ჯერ ერთი ვერც მიხვდებოდა და მეორეც ისეთი სახე აქვს, რომ ვერც მიხვდებით. წყინს, უხარია, მაგას ვერ ვიგებთ. მამუკა მდინარაძემაც დაგმო პრეზიდენტის ქმედება, მე სალომეს გადაწყვეტილებას კატეგორიულად არ ვეთანხმებიო, მაგრამ ის დამოუკიდებელია და ვერ ჩავერევით მის გადაწყვეტილებაში. ნეტავ საარჩევნო ბანერებზეც ასეთი დამოუკიდებელი ყოფილიყო რა. ხო გახსოვთ როგორი იყო დაბეჭდილი. საინფორმაციო გამოშვების სიუჟეტში რომ კორესპონდენტის უკან ადგილობრივი ბავშვები ცდილობენ ობიექტში მოხვედრას. დაახლოებით ეგრე იყურებოდა ბიზნეს ფონზე სალომე ზურაბიშვილი. გახსოვთ ალბათ ეგ პლაკატები. თვითონ სალომემ აღიარა რომ გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მივიღე. თუმცა საქმის კურსში ჩავაყენეო ბიძინა ივანიშვილი, გიორგი გახარია და არჩი თალაკვაძეო. თალაკვაძეს რო კითხეს იცოდით თუ არაო, თალაკვაძემ არა მეო კომოსტმაზე არ ყოფილვარო. რაღაცაზე რო წაისწრებენ ხოლმე პირდაპირ ამას პასუხობს, იმიტომ რომ ვეღარ გადაეჩვია, კომოსტმაზე არ ყოფილვარო პირდაპირ ამას ამბობს. ესე იგი სალომემ ბიძინას, გახარიას და თალაკვაძეს უთხრა, რასაც აპირებდა. ანუ პირადად მამას, ძეს და სულიწმინდას უთხრა. ოხანაშვილი, ვოლსკი, კობახიძე და სხვა დაცემული ანგელოზები დატოვეს წინასწარი გაფრთხილების გარეშე. ასე გამოვიდა. სალომეს განცხადების შემდეგ კობახიძემ ბრიფინგი მოაწყო, ბრდღნიდა ყველაფერს. ბრდღნიდა ყველაფერს, ოღონდ შინაგანად. გარეგანად არ ეტყობოდა, შინაგანად ბრდღნის ხოლმე ყველაფერს. თუ გინდა ნახოთ ეს ვიდეო რა, მოდით ნახოთ. ჩვენ ცალკეული პოლიტიკოსებისგან უცხოეთიდან არაერთ გზის მიგვიყია პოლიტკრიმინალების დასაცავი წერილები, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია იმისათვის, რომ კრიმინალური რეჟიმის ლიდერების ერთი ნაწილი ციხეში ზის, ხოლო მეორე ნაწილი მშავდებულია და ქვეყნიდან არის გაქცეული. თუ დააკვირდით, კობახიძე ისე ნერვიულობდა, რომ ხმა უკანკალებდა. ისე უკანკალებდა ხმა, ვერ მივხვდი, ირაკლი კობახიძე ლაპარაკობდა თუ თამარ გვერდწითელი მღეროდა. ანუ ეგრე უკანკალებდა ხმა რა, მივხვდით რა შეესახება. ოქრუაშვილისა და უგულავას გათავისუფლების მიუხედავად კონგრესმენები და ევროპარლამენტარები კვლავ მოითხოვენ 8 მარტის შეთანხმების ბოლომდე შესრულებას. ამაზე ოცნების დეპუტატები ამბობენ, რომ ამ განცხადებას რამოდენიმე კონგრესმენი აკეთებს, რომლებიც ფაქტიურად ნაციონალები არიანო. მართალია ნაციონალები არიან, ისიც ზუსტად ვიცი მე. აქ რომ ქათამი დაიკლებოდა, თვითონ ნაგეცი იმათ ჯიბეში მიდიოდა. აქ ნაგეცია, მივხვდით ჩანაცვლებული, მივხვდით ხო იუმორის არს. ჩვენ ხო ბარკალს ვეძახი და ისინი ნაგეცს ეძახიან, მკერდის ნაწილია, მაგრამ ქათმის ხორცია რა ერთი სიტყვით, ნაგეცი. მოკლედ ოცნება ისეთი გამწარებულია, რომ მალე შეიძლება ესეც მოიხსენიონ, მაგალითად სისხლისმელი კონგრესმენები და ჯალათი ევროპარლამენტარები, აი ეს შეიძლება თქვა ბოლოს. აქვე გეტყვით, რომ ამერიკის რამდენიმე კონგრესმენმა ამერიკის სახელმწიფო მდივანს მიმართეს წერილით, რომ ბიძინა ივანიშვილი დევნის ამერიკულ კომპანიებს შეინიშნება რუსეთთან ახლო კავშირში და ფულს ათეთრებს ჩვენს მტერ ირანთან. მოკლედ ერთადერთი დასავლური მიმართულება რაშიც აქვს თუ TikTok-იაო. დანარჩენშიო რუსული პროექტიაო თავიდან ბოლომდეო. ასე თქვესო.
ოცნების დეპუტატმა რომან კაკულიამ განაცხადა, რომ არც ესეთი კონგრესმენების ამერიკა მინდა და არც ასეთი ევროპარლამენტარების ევროპაო. ევროპა და ამერიკა არ უნდა. აფრიკა და ავსტრალიას არ ენდობება წესი და აბა რაღა დარჩა. ესე იგი კაკულია იძახის, რომ რომელ ქვეყნებთან გაერთიანება არ უნდა და ჩვენ უნდა გამოვიცნოთ ვინ უნდა. მე არ გეტყვით პასუხს, მარტივი გამოცანაა, მინდა გითხრათ მარტივი. თქვენით მიხვდებით თქვენით პასუხს. სწორი პასუხის ავტორი დასაჩუქდება რუსული პრიანიკით. მეტი მინიშნება რა მოგცეთ ახლა. გაერთიანებული ოპოზიცია შეიკრიბა ლეიბორისტების ეზოში, სადაც განსაკუთრებულად შეხვდნენ ციხიდან ახლად გამოშვებულ გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილს. ნახოთ ეს ვიდეო. ასე შეიძლება გადაღება კადრების ადრე პოლიტიკური ლიდერები მიმართავდნენ ამ ფორმას. ერთად ვიქნებით, ქვეყანა გამარჯვებამდე მივა. მოკლედ შეიკრიბა სამი ბუმბერაზი, რათა შეებრძოლონ დიდ ბოროტებას. ისტორია მეორდება ძვირფასო ტელემაყურებლებო. ისტორია. ჩერჩილი, რუზველტი და სტალინი შეიკრიბა და ამ ტრიადამ დაამარცხა დიდი ბოროტება ადოლფ ჰიტლერის მეთაურობით. იგივეა დღესაც, შეხედეთ. ბიძინა ივანიშვილის დიქტატურის წინააღმდეგ გაერთიანდნენ ევროპელი ჩერჩილი, ლეიბორისტი რუზველტი და გორელი სტალინი. ძვირფასო მეგობრებო. ასე გამოდის. მინდა გითხრათო, სულ ტყუილად გიხარიათ ამ გაერთიანებულ ოპოზიციას, სულ ტყუილად გაქვს საზეიმო განწყობა. ირაკლი კობახიძემ იცით თქვენზე რა თქვა? გოიმობა გამოიყურებიან, გოიმობა დიქცევიან, შესაბამისად მეტი არაფერი არ არის გოიმობა და ამ გოიმობის გამო ისინი მიიღებენ პასუხს. მართალია რა, ან რა გაცვიათ, ან საერთოდ რა საპროტესტებთ, ან რა გინდათ, ამასი გადავავლე თვალი, გისმენდი და არც ერთი ტრენდული პროტესტი არ იყო მე, რასაც დავაკვირდი ამ ოპოზიციის მხრიდან. რა პროტესტებიც გაქვთ, ისეთი გოიმური ზმანი გაქვთ, ისეთი გაცვია. აი ყველაფერი აი ესეთი, აი არ ვიცი. ირაკლი არ მგონია ახლა ეგ განცხადება მომგებიანი იყოს, იმიტომ რომ ძალიან ტეხავს, როცა იფსოსის კვლევებში გოიმების გაერთიანებასთან ნაგებთ რეიტინგში მაინც. ცნაირად არ არის კარგი. ისე ვაღიაროთ, ცოტა ზედმეტი მოვიდა ირაკლის, როდესაც თავზე ესეთი ნეილონის ნაძვის ხე გადევს, ცოტა უნდა მოერიდო, რომ სხვაზე თქვა გოიმიაო, აი ცოტა აი რაღაც არ მგონია სწორი იყოს. მოდი ახლა სვეცკებზე გადავიდეთ. გიორგი გახარიამ მოგვახარა, რომ 23 მაისიდან იხსნება კომენდანტის საათიო, მაგრამ პარალელურად იღებენ ისეთ კანონს, რომ მთავრობას როცა უნდა და რასაც უნდა, იმას შეზღუდავს, იმის შეზღუდვის უფლება აქვს მომენტალურად. აი ეს იცით როგორი კანონია? შარშან ამ დროს რომ ქონოდათ ეს კანონი მიღებული, 20 ივნისის აქცია არ იქნებოდა. შემდეგ არ დაარბევდნენ, შემდეგ არ იქნებოდა აქციები პარლამენტთან, შემდეგ არ დაიჭერდნენ ადამიანებს, შემდეგ არ იქნებოდა ზეწოლა ევროპარლამენტარებიდან და კონგრესმენებიდან და ოცნება 2020-ში არ წააგებდა არჩევნებს. ბოდიში მოვლენებს გაუვსწარით ცოტა წინ. მაპატიეთ ცოტა წინ გაუვსწარით, მაგრამ ასე იქნებოდა ძვირფასო მეგობრებო. მინდა გითხრათ, რომ მალე რესტორნების გაიხსნება, მანდაც რეგულაციებია დაწესებული, მაგრამ საჭირო იქნება წინასწარი ჯავშანი, დისტანცია 2 მეტრი და შესვლისას თერმოსკრინინგი აუცილებლად. ერთ დღესაც შეყვარებულთან ერთად რესტორანში პაემაზე მისულს შარდის და სისხლის საერთო ანალიზი თუ მოგთხოვეს, არ გაგიკვირდეთ ძვირფასო ტელემაყურებელო. მოგრეთ 2 მეტრიანი დისტანციას თუ გავითვალისწინეთ, ფაქტიურად 100 კაციანი ქორწილი 5 კილომეტრზე იქნება გაჭიმული, ესე ვარაუდებ, ესე გამოდის რესტორნებში. შეზღუდების მოხსნის პარალელურად იმ ნაძემ გააკეთა გაცხადება, რომ ჯერ სათხართო შემოდგომაზე იქნება კორონას პიკიო, არ გვანებებენ თავს. ეტყობა იმას გვაპარებენ ნელ-ნელა შემოდგომაზე რომ არჩევნები გაყალბდება, მაგის მერე რომ დავრჩეთ სახლში. ეგ არის ძირითადად და ახალი ფრაზაც აგორდება, უნდა ვისწავლოთ გაყალბებულ არჩევნებთან და კორონასთან ერთად ცხოვრება. უნდა ვისწავლოთ. ახლა მინდა განახოთ მთავრობა როგორ ზრუნავს მოსახლეობაზე და როგორ ეხმარება შემოსავლის გარეშე დარჩენილ ადამიანებს. მოდით ნახოთ ეს ვიდეო. ვიტალი ბაბუსკან განსხვავებით დანარჩენმა გვარელებმა დახმარება მიიღეს. რით შესაძლოა დახმარებოდა ხელისუფლება წითელ ზონაში გამოკეტილ ხალხს. ალბათ ყველას სხვადასხვა ვერსია გაქვთ, მაგრამ ეჭვი გვაქვს ვერასდროს გამოიცნობთ. ეს დახმარება არც მეტი, არც ნაკლები 7 ცალი კიტრის ჩითილია. თული ამაზე რამე კომენტარი გავაკეთოთ ძვირფასო მეგობრებო, ესენი ისეთი დახმარებებს ურიგებენ ხალხს, მალე შეიძლება ბრინჯის დაურიგონ ცალობით. ასე მგონია, თან იმედზე გამოაცხადებენ ძალიან კარგად, რომ მაგალითად ძალიან კარგად ჭრეს მთავრობა მოსახლეობას დაურიგა 232 ცალი ბრინჯი. მართალია სულ ერთი მუჭია, მაგრამ რაოდენობაში როცა ლაპარაკობ, უკვე ყურში ხდება, ყური ჭამს ყურის სამსო.
სამაგიეროდ ოცნების ჩინოვნიკები ძალიან კარგად გეგმავენ, როგორ დაეხმაროს საკუთარ ბიუჯეტს, ქვეყნის ბიუჯეტიდან, გაგაცნობთ საოცარ ტენდერებს. თავდაცვის სამინისტრო ლევან ვასაძესთან დაკავშირებით კომპანიისგან 116,000 ლარის ჩოხა ახალუხის შესყიდვას გეგმავს. დღეიდან საქართველოს შეიარაღებაში გვაქვს 15 ვერტმფრენი, 20 ბეტერი, 80 ჩოხა ახალუხი, 30 გუდასტვირი და 1 ფანდური. ფანდური თვითონ ის არის, ვინც ეს გადაწყვეტილება მიიღო ძირფასი. კიდევ უფრო უცნაური ტენდერი ქართული ოცნება COVID პანდემიის დროს ზალოვნებისთვის 433,000 ლარად ვაფლის ჭიქიან ნაყინებს ყიდულობს. არ მოგესმათ. ახლა წარმოვიდგინე ჩოხა ახალუხში გამოწყობილი ღარიბაშვილის სტაკანჩიკი მაროჟნს როჭამს და 200,000 ლარიან საათზე რო ეღვენთება აი ას. აი წარმოვიდგინე. ამ ტენდერის შემდეგ შეიძლება ასეთი სურათიც ვიხილოთ, მაგალითად პოლიცია გაკავებთ და გეუბნებათო, თქვენ გაქვთ დუმილის უფლება და რასაც იტყვით შესაძლოა თქვენს წინააღმდეგ იყოს. გამოყნემული ეს შეიძლება აი უხარისხო იუმორი არ არის, იდიოტური იუმორია ძვირფასო. ესეთებიც გვაქვს, იდიოტურიც გვაქვს, სულელურიც გვაქვს, სამხიარულოც გვაქვს, ყველანაირი იუმორი გვაქვს. რა ვქნა, უნდა გავართოთ მაყურებელი. ამ ყველაფრის გათვალისწინებით ოქტომბრის არჩევნებისთვის ქართულ ოცნებას ისე ცუდად აქვს საქმე, უკვე გამარჯვების შანსი ნულს უახლოვდება. ერთადერთი იზღა დარჩათ 40,000 კორონიანი ყივჩაღი ჩამოასახლონ თბილისში, რომ პანდემიამ იფეთქოს და არჩევნები გაუქმდეს. სხვა შანსი რა ვიცი, რა გითხრათ, მე ვერ ვხედავ. ბენდი აბა დავწყოთ რა უყოთ რა ჩვენ შოუ მუსიკალო დაფორმეს ბენდი თამუნა ლეკვეიშვილის ხელმძღვანელობით მადლობა